მოვედით BMW-ების ქარმიცზე. როგორც ხედავთ, white body-ზე დგას. გამოვიდა ამინდი და გამოვიყვანეთ ჩვენი S320 კაბრიოლეტი. მთელი ზამთარი მოკლედ ჰიბერნაციაში ყავდა ეს მანქანა, არ გამოყავდა. ერთადერთხელ გამოვიყვანეთ, მხოლოდ რომ ეს ძალიან მაგარი დისკები დაგვეყენებინა. ზოგ შეიძლება ახსოვს რა დისკების ეყენა ამ მანქანაზე, სიმართლე გითხრათ, დიდად არ მომწონდა ეს დისკები და დავაყენეთ ეს მონობლოკები. ნაღდი AMG-ის მონობლოკები არ არის, მაგრამ მაინც ძალიან მაგრად უხდება ჩემი აზრით ამ მანქანას და ესეთ ამინში ამ მანქანის სიარული მით უმეტეს სახურავი რო გადახტილი არის ძალიან მაგარი кайფი რა. სხვა სიმართლე გითხრათ არაფერი არ გავიკეთები ამ მანქანაზე. ზის ესე ლამაზად გამომყავს, ვრეცხავ, მე ისე ვაყენებ. შაბათ კვირისთვის არის რა. აი უკვე მოგატყუეთ დისკები კი არა, არამედ საჭეც დავაყენეთ ახალი, რაღაც ბანძი გადახეხილი საჭე გვეყენა ხოლმე რა და ქოვერი ქონდა ზემოდან და სიმართლე გითხრათ სიარულის experience მოკლედ აფუჭებდა რა და ეს ხის საჭე დავაყენეთ, რაც ჯერ ხო უხდება, მაგრამ მთლიანი ხის ინტერიერი აქვს და უბრალოდ რო დადიხარ, აი რაღაცნაირად იგრძნობა რა, გეგონება 90-იანებში ესე დაგდასრიალებ რა კუჩებში ხვდები რასაც ვაზრობ რა. ამაზე ბევრი არაფერი გვაქვს ალაპარაკო, უბრალოდ კრუზერია, ჩვეულებრივი Harley Davidsonია, კრუზერი, Harley Davidsonია. ხო, გადავიდეთ ჩვენს პროექტზე. მაგრამ იმ ტრანზიშენს გავაკეთებ, რო დავხტები და უცბად გარაჟში. უცბად დავხტი და გარაჟში ვარ. და ესეც ჩვენი პროექტი, რომელზეც ამდენი ხანია უკვე ვმუშაობთ. ეხლა კი დეტალურად გაჩვენებთ რა გავაკეთეთ ბოლო 2 კვირის განმავლობაში რა. დავიწყოთ წინა მხარეს. წინა ვიდეოში ჩვენ fiberglass-ის და მეტალის ფენდერები ერთმანეთს შევაერთეთ, შევრწყეთ, გამოვიყვანეთ 2-დან 1. შემდეგი ნაბიჯი იყო, აი ეს, გაშპაკლა რა. რომ ამოგვევსო ეს უთანასწორობა რაც ჰქონდა და გავუკეთებინა როგორც ერთი თლიანი ფენდერი რა. ზუსტად ეგ გავაკეთე ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ამოვავსე ეს ადგილი შპაკლით. საკმაოდ დამღლელი პროცესია. ვავსებ, მე ვშკურკავ, ვავსებ და უმეტესობა ხელით ვაკეთებ, იმიტომ რომ ესეთი დახრა აქვს ფენდერს, ავტომატიური ესე ვთქვათ შკურკით ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ მე ხაზებს იკეთებს რა. ხო და ვაკეთებ ხელით და საკმაოდ დამღლელია. ეხლა კი უკან გავაკეთეთ, მაგას გაჩვენებ. როგორც ხედავთ, white body-ზე დგას, გამოწეული აქვს კრილოები უკან. სვარკის პროცესს მორჩი, საკმაოდ კარგად გამოვიდა. აქაც იგივე რაღაც უნდა გავაკეთებინა, რაც წინ ამოგვევსო, ესე იგი, შპაკლით და მე შკურკვა, მე ისე შპაკლი, მე ისე შკურკვა. სადღაც 80%-ამდე მივიყვანე წინაც და უკანაც რა. ბამპერები ჯერ მოხსნილი მაქვს, მინდა რომ ეს გამოწეული ნაწილები გავაკეთო ჯერ და მე გადავიდე ამ ბამპერების ასე ვთქვათ მორგებაზე და დაზაზორებაზე. აქ ცოტა არეული ქონდა რა, ეს ადგილი უფრო შეწეული იყო ვიდრე მეორე მხარე. და გადავწყვიტეთ ესე იგი ოდნავ გამომეწია და გამოწევის პროცესში აი აქ მეტალი გაიხა რა. და ეხლა ამოვავსე სვარკით, რასაც მე დავიყვან ამას დაბლა და მე ისევ გადავსვავ შპაკლს. ეს არის ებოქსიტის შპაკლი. უფრო ძლიერია და უფრო სიმართლე გითხრათ უხეშიცაა. ეს არის პირველი პირი და ამის მერე ამას რო დავიყვან ბოლომდე გადავუსვავ. ამაზე ბევრად ნაზ შპაკლს, რასაც ძირითადად ხმარობენ ხოლმე და მერე უკვე პრაიმერი და მე მგონი ფაქტურად ეგ იქნება რა უკანებისთვისა და წინებისთვისაც იგივე პროცესი იქნება რა. აი ეს მხარე ფაქტურად მორჩენილი არის. მეტი ებოქსიტის შპაკლი აღარ დაჭირდება, აქ ჩვეულებრივ შპაკლს გადავუსვავთ და მერე უკვე პრაიმერს დავასხავთ რა. იმიტომ რომ ოდნავ არის ჩაწეული ადგილები აი აქ. უმეტესობა მორჩენილია, როგორც ხედავთ, არც თუ ისე ცუდად გამოიყურება. ცოტა ხანი შევისვენეს შკურკისგან, შპაკლისგან და ესეთი მტვირისგან და მოვედით BMW-ების ქარმიცზე. ეხლა Mercedes-ს ხარ მოვიდოდი, ამიტომ მოვედით ლევანას
X4M competition-ით, რომელსაც მალე იხილავთ არხზე, რომ ჩავაძოვებ და გავასწრებ. წამო. ეს არის ყველაზე მაგარი მანქანა აქ, E30 M3. რომ წოდნო და ესეთი მრავალფეროვანი ქარმეთი იქნებოდა, წამოვიყვანდი ჩემს იმას, რა ქვია, რომ ყავს? რომ ყავს? ელენტრა? ჰუინდა. ხო, წამოვიყვანდი და მოვიდოდ ჩემ მანქანით. რაღა BMW-ს წამოვიყვანდი. აი ჩააქრე მაგისტრი. ამდენი ვიყავით და არც ერთი X4M არ იყო. ანუ რას ნიშნავს და ჩემი მანქანა არის მაგარი და ესეთი მანქანები არ იჩნდებიან რა. ანუ ისეთი მანქანა X4M, რომ არავის არ უნდა და არავის არ ყიდულობ, ერთ 3M იდგა. იმიტომ რომ ბანძოვა მანქანებია. ჯერ შიგნით იმიტომ 3 წელი თუ იდგა, ესე იგი ბანძობა. კაი, BMW-ებს შევეშვათ და გავაგრძელოთ მუშაობა. ფაქტიურად მორჩენილი ვიყავი გაშპაკლას, უნდა დამეწყო უკვე შკურკვა და გასწორება ყველაფრის, ასე ვთქვათ, მაგრამ შევამჩნიე ერთი რაღაც. ამ უკანა ფენდერზე, როცა ვასვარკებდი, მოკლედ ფორმა შეიცვალა რა, ამ მეტალმა დაიღუნა, დაიბრიცა, რავი. ხო და აი ეს რო შემოდის აქ, სწორად კი არ ჩამოდიოდა, ჩაღრმავება ქონდა რა. ამაზე მქონდა გადასმული უკვე ჩვეულებრივი შპაკლი. უკვე ვაპირებდი უბრალოდ გაშკურკვას და მერე ასე ვთქვათ, პრაიმერის დასმას, მაგრამ რო დავინახე რომ ეს ფორმა ცუდად ქონდა, ავაძრეს თლიანი შპაკლი და გადავწყვიტე რომ ისევ fiberglass-ის შპაკლი გადამესვ, რომელიც არის ეს მწვანე, მაგრამ გამითავდა, მაგიტომაც არის ეს პატარა ნაწილი უბრალოდ მითხაბნილი რა. გამოვიწერე ეს შპაკლი და რაც დამაკლდა აქ, კიდე შევავსებ რა. ამ ადგილას იმიტომ არ ავაცალე რომ აქ არ აქვს ძალიან ჩაღრმავება და კარგად სწორად არის ეს რო გაიშკურკება, კარგად გამოვა. აი აქ კი ბევრი სამუშაო გვაქვს. აქეთ ამხარე არაა ძალიან ცუდად, საკმაოდ კარგად ჩადის. თვითონ მანქანის გვერდს მიყვება და მერე გარეთ იშლება, ეს უბრალოდ გასაშკურკია. აი აქ ჩამეღუნა უბრალოდ პატარა ადგილი, ესეც სვარკის გამო, სიცხის გამო დაიღუნა და შეიღუნა, აქ რაღაცნაირად უნდა გამოვწიო. შემიძლია შპაკლითაც ამოვავს, მაგრამ არ მინდა რა, ამას მერე რაღაცნაირად გამოვწევ. ესე ცოტ-ცოტას ყველგან ვაკეთებ ხოლმე რა, ერთის მორჩენა არ შემიძლია და მერე მეორით დაწყება. აქეთ-იქით დავბივარ ხოლმე. მაგრამ ეხლა გავაკეთებთ იქით ამ ხარეს. გამოვავსებთ მაინც იმ ჩაწეულ, ჩაღრმავებულ ადგილებს. ეხლა ვაურევთ ამ epoxy-ის fiberglass-ის შპაკლს და შევავსებთ იმ ადგილს, სადაც ჩაწეულია. კარდონის ნაფლეთებზე ვურევ. კი ვთქვი თავიდან რომ სხვას გავაკეთებინებდი, მაგრამ რავი, ხა იმათ ელოზე როდის მოვლენი ის ეს
რა უნდა იყოს? ხმება ჩვეულებრივად. მე რო ვშკურგავ, მე ისე ვამატებ, კი ახლა ისინი უფრო ადვილად გააკეთებდნენ, მაგრამ აკეთ რა. ძალიან მახინჯურად კი გამოდის თავიდან, მაგრამ მერე რო იშკურკება, თავის ფორმას იღებს რა, რაც უნდა მიიღოს წესით. პატარა ადგილები გამომშა და ეხლა მაგებსაც შევავსებ. ეს წინები ცოტა ძნელია, იმიტომ რომ Fender-ის ორიგინალი ხაზი სადაც გადის, 1-2 შურუპი მანდ გაუშვი და ეხლა ჩაიკეცა რა, ეგ ხაზი დაირღვა და ეხლა ამ შპაკლით უნდა ამოვავსო და მერე გავშკურკო რა, რომ ისე გახდეს ხაზი როგორიც იყო. ძალიან ცოტა მჭირდებოდა და რამდენი გავაზავე. საწავიღო ეხლა ეს. სანამ ეს ახალი გაშპაკლული მხარეები შრება, ჩვენ შეგვიძლია აი ამის დამუშავება დავიწყოთ, ანუ გაშკურვა. ამათ ვაკეთებ ხელით. და ძალიან დიდი დრო უნდა რა. და სიმართლე გითხრათ, ტვინი მაგრამ სხვა რა გზაა, როცა 124 გინდა თან გაგანიერებული, ტვინის რეში არ გამოდის. ძალიან დავიღალე, 1 საათია ვხეხავ და Fender-ის წინა ნაწილიც ვერ გავხეხე ისე, რომ აი მზად იყოს რა. ძალიან ბევრს აჩალიჩო ახლა. შეიძლება ამის ავტომატიური შკურკით გაკეთება, მაგრამ რავი, არ ვენდობი ჩემ თავს ისე, რომ ეგრე გავაკეთო რა და ამიტომაც ხელით ნელ-ნელა ვაკეთებ. ხო და მეგონა რომ ამ ვიდეოში მეთქი დავამუშავებ თქო და გამზადებულს განახებდით, მაგრამ ძალიან ბევრს აჩალიჩო მოკლედ და კაი ხანი დამჭირდება კიდე. ხო და რო არ გავლოდინოთ, აქვე დავამთავრებ ვიდეოს. ამას მე ჩემით ვიჩალიჩებ ხოლმე, გავწმენ და გავხეხავ. შემდეგ ვიდეოში ალბათ უკვე ბამპერებსაც მივაყენებთ ისე რომ ესე მიზაზორ მოსაზორებას დავიწყებთ რა. და სიმართლე გითხრათ, მზად თუ იქნება მანქანა, ანუ თრავს გულისხმობ თუ კარგად იმუშავებს, ესე ვივლი აი სულ არ მადარდებს, გაშპაკლული იქნება თუ საზორი არ იქნება კარგად რა. ეს საბურავებიც ვიშოვე ახალი. ჩინურებია, მაგრამ მაგარი პროტექტორი აქვს და მზად რო იქნება white body-ზე ამებს დავაყენებთ. ცოტა კი შეცვივა შიგნით, მაგრამ it's okay. კიდე რაღაც ახალი ნაწილები გვაქვს ძრავისთვის და ამებს შემდეგი ვიდეოსთვის დავიტოვებ. ყველაფერი ესე რო არ მოგაყაროთ რა. დღეისთვის კი სულ ეს იყო მეგობრებო, იმედია მოსაწყენი ვიდეო არ იყო და კარგად იყავით. აბა ჰეთ და აბა ჰოთ. It was at this moment that he knew. He fucked up.